და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არც დაიყოს. დიდი წმინდა პარასკევი. აი დღეს გავარ ჩვენ გარდამოსვლის წინ, გამობრძანებული გარდამოსვლა, რაც განასახიერებს გარდამოსვენებას, თვითონ იესო ქრისტეს სხეულის გარდამოსვენებას. აი აქ არის ჯვარცმის ხატი, სიწმინდეებით, აქ არის წმინდა სიდონიას დედის ხატი, რომელმაც ცხეთაში გაიგონა ჯვარზე ლურსმების სამშვალზე ჩაქუჩის დარტყმის ხმა და გარდაიცვალა და ესეთი დღე არის დღეს და ნუ თუ შეიძლება დღეს აი დღევანდელ დღეზე იუმორით საუბარი და თურმე შეიძლება და ეს უნდა მოგიყვეთ ხა შეიძლება იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან დიდი სიხარულის დღე არის დღეს და ეს რა სიხარულია ამის შესახებ მინდა გესაუბროთ სულ ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ რა ხდებოდა მაშინ როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე მიმოვიდოდა ამდენი სასწაული ერთად დედამიწაზე არ მომხდარა არასოდეს როდესაც იესო ქრისტე დადიოდა ბრმები განკურნა არაერთი მათ შორის შობით გამბრმა ხეიბრები გამართა ზოგი კოჭლი ზოგი წელში მოხრილი ავადყოფები განკურნა სრულიად პარალიზებული ადამიანი ოთხმა მეგობარმა ახთილი ჭერიდან ჩამოუშვა საკაცით და არა მარტო განკურნა არამედ ისეთი ძალამისცა ისეთი ღონიერი გახდა უცებ ეს ადამიანი რომ წამოდგა და თავისი საწოლი მოიკიდა ზუგზე და წაიღო რამდენ ადამიანს დაეხმარა მატერიალურად რამდენ ადამიანს ვალები გაასტუმრებინა რამხელა სიხარული იყო მისი სიარული დედამიწაზე და მიცვალებულები აღადგინა მაგალითად ძალიან ცნობილი სახარებისეული ამბავი იაიროსის ქალიშვილის შესახებ 12 წლის გოგონა სასიკვდილოდ იყო გადადებული როდესაც სთხოვეს რომ მისულიყო და განეკურნა და ამასობაში გარდაიცვალა და გზაში რომ მიდიოდა ზურგიდან შეეხო ქალი რომელიც 12 წელი სისხლდინარე იყო და მთელი თავისი ქონება დახარჯა იმაში რომ ექიმებთან ევლოდა ვერ განიკურნა და შეეხო და განიკურნა და მივიდა ამ იაიროსთან და 12 წლის ქალიშვილი მისი დახტა გარდაცვლილი და აღადგინა ეს იყო სიმბოლო ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის უკრიდან 12 წლის აოთხოფი ქალი მიახლა რომელიც ამაოდ დაშლა განკურნებისათვის და წინიდან მივიდა და 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი აღადგინა ეს ქალბატონი იყო ძველი აღთქმის სიმბოლო 12 ტომი ისრაელისა ეს 12 წელი შემთხვევითი არ არის ეს ბავშვი კი იყო 12 ახალი ტომი ახალი ისრაელის 12 მოციქული სადაც გადაგებდა აი ამისი სიმბოლო და აღადგინა მტრეთით და რო წარმოიდგინოთ რამხელა სიხარული იყო დედამიწაზე მაშინ საოცარი სიხარული ერთადერთი ვინც იტანჯებოდა და ვინც იყო მწუხარე და უნუგეშო მწუხარე იყო ეშმაკი და ეს ეშმაკი მოკლედ აღარ იცოდა რა იქნა აი ვეღარაფერს ვეღარ შეხვდა რა და ბოლოს ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მოიფიქრა ესეთი რაღაცა წავალ სიკვდილს შევხვდები და იქნებ ერთად რამე მოვიფიქროთ წავიდა სიკვდილთან მოკლედ მივიდა ეშმაკის სიკვდილთან და ეუბნება შენო რაღაცო არ მომწოხარ რაღაც უქმად ხარო რას აკეთებ საერთოდ აი რაღაც იხარ ეხა ესე უსაქმუროთო და არაფერს არ აკეთებ რა და სიკვდილი უყურებს და ეუბნება რომ შენ არ იციო რა ხდება ქვეყანაზეო რას გულისხმობ იესო გაგიგიაო იესო ნაზარეველი რომ დადისო და
ამდენ სასწაულებს რო ახდენსო და რამდენი ადამიანიო დავასნეულეო რამდენი ადამიანიო აი სასიკვდილო გადადებული მივიდა გააკურნაო და აღარ მოგდაო რა და ტრები გააცოცხლო კაცო ქალაქიდან მოიპარეო ბიჭიო ახალგაზრდა ბიჭი ნაინელი ქალაქ ნაინში ნაინელი ქვრივი შვილი წამოვიყვანეო და უკვე სასაფლაოზე მიყვანილი იყო მოვიდაო გააცოცხლაო და დედამისს დაუბრუნაო და მერეო ამ იაიროსთანო მივიდაო სახში უკვე ეს მყარი იყო მისი ქალიშვილი და შენ წარმოგიდგენია რა გააკეთაო გააცოცხლო და საჭმელი აჭამო მე ლუკ მამამაცალა პირიდან და იმას კიდე ლუკმა ჩაუდო პირში ეგეთი რამ გაგიგიაო უთხრა და აღარ ვიცი რა ვქნაო რა ეგ კი არაო მე რომ ნახეო ესე იქცეოდა დავაკვირდიო სად გადაადგილდებოდაო რა სად მოძრაობდაო და რომ გავითხოვეო შორსო მისი მეგობარი მოკალიო ლაზარე და არისო იქო რა დაასაფლავესო ჩადესო გამოქვაბულშიო 4 დღე გავიდაო 4 დღეო რა უკვე აყროლებული იყო რა ჩამოვიდაო მივიდაო და დაუძახა ლაზარე გამოდი გარეთ და ადგა და გამოვიდა აღარ ვიცი რა ვქნაო რა აი ესე დღეში ვარ ეს სიკვდილიო ხო და ეშმაკმა უთხრა რომ ვიცი რაო ეო მეც ეგრე ვარ უბრალოდ შენგან მაინტერესებდა ამბების გაგებაო შენ რას ფიქრობ და მე ვარ ეს დღეში ვარ ეშმაკმა უთხრა აღარ ვიცი რა ვქნაო რა მეცო ესე იგი ვინც ჩემ დაქვემდებარებაში ჩემ ხელმწიფებასა ქვეშე იყო ქალები მაგალითად რომლებიც ნუ აღარ ვიტყვი როგორ მაგრამ ცუდად იქცეოდა ეს ქალებიო გამოასწორავს ყველა ცოდვილებიო წმინდანები გახადაო მეზვარეებიო რომლებიცო გადასახად ყრიფოდნენ და ყველას ეჯავრებოდნენ ესენია მოციქულებად აქცია და კაცები მეო ესე იგი ყველას ვასწავლიდი კერპების თაყვანისცემაში და ამას აკეთებდნენ რა ესენიო ესე იგი ამ კერპსახურებისგან გაათავისუფლა ხო და აღარ დამრჩაო რა აღარავინო და მეც ესე ვარ შენ საუბრობ რა ხო და რა ვქნა აღარ ვიცი მოვედი შენთან იქნებ ერთად რამე მოვიფიქრეთ ეს ეშმაკი ეუბნება სიკვდილმა უთხრა იცი რაო მე მაგაზე მიფიქრეაო და მე მინდა რჩევა მოგცევ ერთი აბა ეშმაკი ეუბნება რას მირჩევდა რას გირჩევდა მე ვიციო შენო დრკუ ხარ ეს დრკუ ძველ ქართულად ნიშნავს მრუდი ხარ შენ რა მე ეს ვიციო ცოტა ხანი ამ შენ სიმრუდესო თავი უნდა დაანებო და უნდა გახტე აი ნუ დათკბო რა ცოტა ხანი შაქარები თბილი უნდა გახტეო და მე გასწავლი რა უნდა გააკეთო კიო კაცო მან ყველაფერს გავაკეთე რომელიმე მოციქული გაარჩიო იმასთან უნდა მიხვიდე და დაარწმუნო იმაშიო რომ იესო ქრისტე ხელში ჩაუგდოსო აი ამ ესე ხელისუფლებას რა ვინც არის ეს არის წიგნობარნი მოხუცებულნი და ეს ფარისეულები რა ამათ უნდა თუ იესოს მოკლა ხო და ამათ უნდა ჩაუგდო ესენი ხელში იესო და თუ იმათ ხელში ჩავარდება მაშინო ესენი მოკლავენ ეს იმას ნიშნავს მე მომიყვანენი და მე ვიციო რა ოღონდ ერთ ჩამივარდეს ხელში მე ვიცი მაგის ამბავი ნუ ეშმაკმა უთხრა იცი რა მაგის გაკეთება შეიძლება ოღონდო შენო აბა შენიცი გაამაგრე ჯოჯოხეთის ბორკილები განამტკიცეო და თუ შენთან მოხდება იესო იცოდე რომ არ გამოგიქცეს იქიდან ამა უთხრა არა ის თუ შენთან მოხდა არ გამოგიქცეო და მოკლედ მე კი იცით რაც მოხდა იუდას როგორ შეუჩდა ეს ეშმაკი და ნახეთ ეს ხო სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა სინამდვილეში თვითონ იესო განკაცდა იმისათვის რომ ჩვენთვის ადამიანებისათვის სიკვდილი განეცადა და სანამ ჯვარზე გაეკრებოდა სახეში ცემა დაიწყინა და რატო
იმიტომ რომ მთლიანად უნდა გამოესყიდა ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა. სახე ესე წერია ძველ ქართულად განცოხნა. სახე რომელმაც განცოხნა, ანუ დაგეჭა ეს ვაშლი, რომელიც ვაშლი კი არა, ის ხილი, რომელიც აკრძალული იყო. სახე პირში ჩაიდო ადამიანმა დაგეჭა და აი ამ სახეში ცემა მიიღო. შემდეგ ჯვარზე ხელები შემსჭვალა. იესო ხელები მიაჭედებინა ჯვარზე, იმიტომ რომ ადამიანმა ხელი გაიშვირა ამ ვაშლისათვის. შემდეგ ფეხები მიაჭედებინა, იმიტომ რომ ფეხით მივიდა ადამიანი მხესთან, რომელთანაც არ უნდა მისულიყო. და შემდეგ ახეთ რა მოხდა? ესე იგი, ეს ხო 5-6 დღე იყო ქმნილება სამყაროს, ხო? მე-7 დღეს შაბათს განისვენ. ანუ პარასკევი დღე იყო, როდესაც საღამოს უკვე მთელი დღე ადამიანი სამოთხეში იყო და პარასკევს საღამოს გამოაძევეს ადამის სამოთხიდან. აი ამ პარასკევს საღამოს იგი გაეკრა ჯვარზე და გახსნა დაკეტილი კარები სამოთხის. და შეიყვანა პირველი ვინი. მინდა ავაზაკი. ავაზაკი უნდა შესულიყო სწორად სამოთხეში პირველი, იმიტომ რომ ავაზაკი იყო ადამი, რომელიც იყო როგორც ავაზაკი ისე იყო გამოძევებული სამოთხიდან. და ესეთნაირად შევიდა და გაეკრა ჯვარზე. და როდესაც იგი იყო ჯვარცმული და უკვე სიკვდილის პირას იყო. მივიდა მასთან სიკვდილი და რა შეუნება, იცით? შენ რა გეგონა? შენ გეგონა ამცდებოდიო? ჩემთან ვერავინ ვერ დაიკვეხეს ამას. ყველა ჩემთან არის, მოსული ვისაც როდესმე დედამიწაზე უცხოვრები, თუმ ხამის დამსახურება იყოს. ყველა ჩემთან არის, ადამი მეწამოვიყვანე. ყველა ადამიანი ვისაც უცხოვრია. იცი რა ხალხია ჩემთან მოსულიო? აი ყველა წინასწარმეტყველი სამსონ ჩამოვთვალა ხა დიდი ესეთი გამოჩენილი ადამიანი. აი სამსონი მაგალითად, უღონიერესი ადამიანი, ისიც ჩემთან არის. ყველა წინასწარმეტყველი გოლიათი. აი გოლიათი, რომელიც დავითმა მოკლე, ის გოლიათი ჩემთან არის. და კიდე იცით ვინ დაუსახელა? ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, თუმცა ფსალმებში წერია. ოგ მეფე ბასანისა. აი ეს ოგ მეფე ბასანისა ჩემთან არის. რითი იყო, იცით გამორჩეული ეს ოგი? ესე იგი, გონი დედამიწაზე ამაზე დიდი ზომის ადამიანს არ უცხოვრია საერთოდ. ოგ. ესე იგი, იმხელა იყო, რომ თავისთვის გამოჭედა მე რკინის საწოლი, რომ ვერაფერი ვერ უძლებდა რა, ვერაფერი ზოიდა, რკინის დიდხანს ინახავდნენ მე. და ამ ოგზე ამობენ ესეთ რამეს, რომ წარღვნას გადაურჩა ეს ოგი, იმხელა იყო. როგორ გადაურჩა, იცით? ესე იგი, რომ დაინახა, რომ ეს წარღვნაა და რაღაცა, გაეკანა და კიდება შეახდა. და კიდობნის კიბის საფეხურზე იჯდა, მთელი წარღვნის განმავლობაში და ის ნოეს საჭმელდა ხოლმე თურმე ფანჯრიდან. გადმოცემა ესეთი რა. და ამან გადაარჩინა და მე ამან მადლობით გადაუხატა რა თქმა უნდა. ისე ცუდი კაცი იყო არ იყო, კაი კაცი. ეხლა აღარ მოგიყვებით ოგის შესახებ. აი ოგი არის ჩემთან. ეგეთ ჩემთან. ეგ კი არა, აი არწივები რომ დაფრინავენ, ორბი და არწივი რომ დაფრინავენ, ისინიც ბოლოს ჩემთან მოფრინდებიან ყველაფერი. შენ რა გეგონაო? რომ შენ ჩემგან გადარჩებოდი, რომ წახვიდოდი ესე. რას ლაპარაკობ? ერთადერთიო. აი ისინი ვერ ვნახე ვერსათო, ენუქი და ილიაო რა. ენუქი და ილია, რომლებიც ბიბლიაში წერია, რომ ცოცხლად იყვნენ აღტაცებული ზეცად, ამათ ვეძებო დღემდეო რა. ეხლა სამოთხის კარებიო, ვიცი რომ ჩადაკეტილიაო და ეს უთხინარე მახვილი თუ მოელვარე მახვილით ანგელოზი იცავს. იქო ვერ შევიდოდი. ერთი ის კი ვიფიქრეო, რომ იაკობს რო კიბე ეჩვენაო, ზეით რო ადიოდნენ და ჩამოდიდნენ. იმ კიბით ხო არ ავიდენო ზემოთ, მაგრამ არა ის არ გამოვიდოდა. მოკლედ ესენი ვერ იპოვდა. კიდე იმაზე ვარ გამწარებული, ერთადერთი შემთხვევა იყო, ილია წინასწარმეტყველმა შემოწუხა, ის ბავშვი რო გააცოცხლა, მკვდარი. ეს ხა ბიბლიის ამბებს გიყვებით. მაგრამ ჩემი ნუგეში ის იყო, ის ბავშვი ხო ადრე თუ გვიან მოკტებოდა და ისიც ჩემთან არის ბავშვიცო. და კიდე იყო ერთი შემთხვევა, ელისე წინასწარმეტყველმა გააცოცხლა ბავშვი. და ელისე ჩემთან არისო და ის ბავშვი ჩემთან არის.
და შენო ვიხარო ესეთიო, რომ გეგონაო, რომ მე ამცდებოდი. და მართლაც მოკლედ ჩავიდა იესო აღესრულა და ჩავიდა ჯოჯოხეთში. აი მერე დაიწყო თუ დაიწყო ამბები რა. ესე იგი ეს სიკვდილი, ეს ჯოჯოხეთში რომ ჩადიოდა, როდესაც თქვა იესო ჯვარზე ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა, აი რომ იძრა ეს ჯოჯოხეთი და ელვასავით რო გახდა, ჯერ ანგელოზები შევიდნენ და ვინ არის ესე მეუფეთიდებისა? აღახვენით ჭენი თქვენი მთავარნო და აღიხვენით ჭენი საუკუნენი ეს თამუშწერეს. რათა მოვიდეს მეუფეთიდებისა და ამ დროს ესე იგი შეიძრა მთელი ჯოჯოხეთი. და ესე იგი დაინგრა ყველაფერი, მთელი ბორკილები დასკდა და ეს სიკვდილი წიროდა მერე რომ ეს რა დღეში ჩავარდიო. მეგონა რომ ეს ჩემთან მოვიდაო და ამან დაანგრია ყველაფერი, მტრები გამოვიდნენ, კაცო, მტრები. და მერე ვეციო ამ ჯოჯოხეთსო და ესე იგი კეტავდიო ამ კარებს რომ ვინმე მაინც დამეტოვებინაო რა. არა, ყველა გამოვიდა, ერთი მტარივე დავჭი ჯოჯოხეთშიო რა. ესე იგი სიკვდილი მოკლა იესო. სიკვდილი მოკლა და აი ასეთნაირად დაარღვია ჯოჯოხეთი. აი ეს დღევანდელ დღეს ხდება ეს ყველაფერი. ასე რომ დღეს კი რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გავიცით ამ ყველაფერს ადამიანურად, მაგრამ ეს ყოველთ ადამიანურად. სინამდვილეში დიდი სიხარულის დღეა. და წარმოიდგინეთ. ყველაზე ძლიერ, ყველაზე საშიში ადამიანი ვინც იყო, ორი ეშმაკი და სიკვდილი. აი ეს ეშმაკი და სიკვდილი დღევანდელ დღეს დამარცხდა. და სულ მალე ვიდღესასწაულებთ ქრისტეს წინვალე აღდგომას. აღდგა ქრისტე და დაირღვია ჯოჯოხეთი. აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოკალმებს. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.